საღამო მშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ძვირფასო ტელემაყურებლებო დღეს კვირა და თქვენ უყურებთ ყველაზე გასართობ, ყველაზე მხიარულ გადაცემას ანეკდოტების შოუ. მე პაატა გულიაშვილი გახლავართ და დღესაც ჩემმა უძვირფასესმა გუნდის წევრებმა, გადაცემის პროდიუსერებმა შეარჩიეს ორი ძალიან კარგი სტუმარი და მინდა რომ წარმოგიდგინოთ მეგობრები პირველ რიგში საბა საფარელი და იურიკა ლომინაძე, იგივე მაესტრო. საბა საფარელი, იგივე შლიაპა და იურიკა ლომინაძე, იგივე მაესტრო. ქუთათურები არიან. ანუ მათთვის გასაგებ ენაზე რომ თქვა, ქუთათურები არიან. დღეს პრემიერა ექნებათ. რადგან ახალი სიმღერა უკვე ჩაწერეს. მათ ენაზე კი სიმღერა უკვე ჩაწერენკენ. საბას გიტარა და ცილინდრი. ანუ შლიაპა უკრავს. გიტარაზე კარგად უკრავს. ცილინდრზე კი ჯერ ვერ ახერხებს. იურიკას არ უყვარს, როცა იურას ეძახიან. ასე ამბობს, ჯერ არ ვაპირებ კოსმოსში გაფრენას. მე ქუთათურებზე საუბარი არ მომწყინდება არასოდეს, მაგრამ ბიჭები ელოდებიან ეკრანზე გამოსვლას. ეს რუსთავი 2 და ანეკდოტების შოუ და დანარჩენი თვითონ იცით. მოგესალმები. ხაისიდან სიყვარული ჩამოგიტანეთ. შეგენაცვალე, დავბრძანდით, მოგესალმებით მაესტრო, გენაცვალე. როგორ ბრძანდებით? მადლობა. არა მიშავს. ბედნიერები ვართ დღეს თქვენ შოუში რომ ვართ. შემოგევლე. ანეკდოტების შოუში და ძალიან მაგარი ანეკდოტი მოგიყვანეთ აგერ. ამის ფეხსაცმელში. კარგია, ქუთაისელები ყოველთვის გამოირჩევიან მაგარი იუმორით და კარგია რომ თქვენ თავად გაამახვილეთ ყურადღება, თორე პირდაპირ თვალებში მეცა თავისთავად და ნუ მოდი ახლა პირველ რიგში ვიტყვი რომ მკეთილი იყოს თქვენი ფეხები და თქვენი ფეხსაცმელები ჩვენს გადაცემაში და იმედია რომ ხიარულება შემოიტანთ. დარწმუნებული ვარ ამაში. აუცილებლად. ბიჭებო, მითხარით ახლა რა ხდება, მეგობრები რო ხართ, ვიცით. მე ვიცი რომ თქვენ მაესტრო ხართ, ჩემო ძვირფასო და ვიცი რომ მაესტროთი უნდა მოგმართოთ. იმიჯია ასეთი. ერთი რაღაც მინდა ვთქვა. დიახ. მაესტრო ეს ფეხბურთსაც თამაშობდი. დიახ. თან ვღეროდი და დიდ მაესტროებს არ ვედრები. უბრალოდ ეგ ანუ ესე იგი თქვენ თამაშობდით ფეხბურთს, შემდეგ დაამთავრეთ კარიერა და დაიწყეთ სიმღერა. მაგრამ ფეხბურთის თამაშის დროსაც პარალელურად ვღეროდი. ძალიან კარგი. ანუ შეიძლება ითქვას რომ ბავშვობიდან მღერი. კი ბატონო. მახსენდება მე ძალიან ისეთი მომღერალი თუ არ ვწდები ეგლესიასი, რომელიც ფეხბურთს თამაშობდა და შემდეგ ძალიან დიდი კარიერა გააკეთა სიმღერაში და გისმენთ წარმატებას თქვენს ასევე რომ ასე დარჩეთ საქართველოს მინიმუმ ისტორიაში.